ხელი ასჯობს ვის აქვს იმედი რომ რუსეთში გაიქცევა და იქ იცხოვრებს დალხენილად. აგერ ბაშარ ასადი იყო ერთი ასეთი. როგორც ამბობენ, სირიიდან მხოლოდ ნაღდი ფულით 250 მილიონი წაიღო და ბედი პუტინს მიანდო. მერე თავის ნათესაობასთან და ამალასთან ერთად დასახლდა მდიდრულ სახლებში მოსკოვში, რომლებიც წინასწარ ჰქონდა ნაყიდი. ასადი სირიიდან 8 დეკემბერს გაიქცა. უკვე 30 დეკემბერს კი კინაღამ წერილი წაიღო. მის ანალიზებში ძალიან ძლიერი მომწალავი ნივთიერებები აღმოაჩინეს. ოღონდ რუსებმა არ მისცეს საავადმყოფოში გადაყვანის უფლება და მცირე კლინიკა სახლშივე მოუწყვეს. მაშინ გადარჩა. და ახლა გავრცელდა ცნობები, რომ სირიის ყოფილი დიქტატორი ისევ მოწამლეს. ოღონდ ამჯერად კრემლის სპეცკლინიკაში მოხდა, ისეც ცუდად იყო. მეტი მასზე არ ვიცით. გაღმა რომ გასულიყო, შეიძლება ეგეც ვერ გაგვეგო, იმიტომ რომ რუსეთია. მაგრამ ასადის ბედი ცოცხლისა თუ მკვდრისა მე ახლა ნაკლებად მაინტერესებს. ჩვენ ნაკლებად გვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს სხვა ხალხის ბედი და დაცულობა, ვინც ყველაფერი გადადო ასევე და საკუთარ ხალხს დაერია პუტინის დახმარების იმედად. ასაც არ დაეხმარა პუტინიო ვერ იტყვი. სირიაში რუსებმა მაგრად იომეს. ორი სამხედრო ბაზა აქვს დღემდე, ოღონდ მილევად რეჟიმში. იმდენი პატივით სცეს, რომ მერე თავისთან წაიყვანეს. აი მერე კი რა ვიცი, მერე რა მოხდა და რა მოხდება, იმანი ფიქრობს, ვისაც ჯერ კიდევ აქვს პუტინის იმედი. და ყოველი შემთხვევისთვის უკვე ნაყიდი აქვს სახლები მოსკოვში, პადმასკოვიეში, თავისი უდარდელი სიბერისთვის. გეშინოდეს ყოველი ლუკმის, ყოველი ყლუპის, ყოველი ჩასუნთქვის. შენ, ვინც თავშესაფარს რუსეთში ეძებ. თავშესაფარს შენთვის და შენი ოჯახის წევრებისთვის, შენი ცოლისთვის, როგორც ასადის ცოლს აღმოუჩინეს ლეიკემიის რეციდივი გაქცევის შემდეგ. შენი შვილისთვის, როგორც იანუკოვიჩმა დაკარგა შვილი ბაიკალზე უკრაინიდან გაქცევის შემდეგ ძალიან მალე. შენ გეშინოდეს პუტინისა ყველაზე მეტად, პუტინის მსახურო.